იმედის დღის თანამშრომლობა გრძელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. დღეს პრინციპში არის ის შემთხვევა, როდესაც არა მხოლოდ კულტურული კონკრეტული უწყების და ორგანიზაციის, ამ შემთხვევაში ჩვენ ტელევიზია თუ სამინისტრო იქნება, არამედ სრულიად საქართველოს და ქართველი ერისთვის გამორჩეულ საამაყო და სასიხარულო თემაზე უნდა ვისაუბროთ. ეს არის იუნესკოს მიერ ქართული ხორბლის აღიარება. სრულიად კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად იქნა აღიარებული ქართული ხორბლის კულტურა და მასთან დაკავშირებული ტრადიციები და რიტუალები. ქართული ხორბალი დაწყებული ენდემური ჯიშებით, გაგრძელებული მისი მოყვანის ტრადიციით, შესაბამისი ისტორიული სამეურნეო ტექნიკით თუ ჭურჭლით, შემდეგ კი საკვები და სარიტუალო პურისხობით. აი ამ სრული ციკლის აღიარება ეს არის ამბავი იმისა, რომ იუნესკო ოფიციალურად ადასტურებს, რომ ჩვენი ხორბლის ისტორიული მნიშვნელობა არის განსაკუთრებული. ეს არის აღიარება, რომ საქართველო არა მხოლოდ ღვინის სამშობლოა, არა მხოლოდ უნიკალური მრავალხმიანობა და დამწერლობა გვაქვს ჩვენ, არა მხოლოდ უძველესი ქართული ჭიდაობის სტილის ქვეყანა ვართ, არამედ ახლა უკვე მთელი მსოფლიოს გასაგუნად დასტურდება, რომ საქართველო ხორბლის სამშობლოც არის. როგორ მივედით ამ დღეზე? ეს ძალიან საინტერესოა და საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა ამ ნომინაციის მომზადება. საქართველოს მხრიდან პროცესში ჩართული იყო არაერთი სამთავრობო უწყება, რათა იუნესკოს მიერ დაკმაყოფილებული იუნესკოს მოთხოვნების და ყველა დეტალი ყოფილიყო დაკმაყოფილებული. და დღევანდელი ეთერის მეშვეობით უნდა გამოვყოთ აუცილებლად სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელიც მრავალი წელია მუშაობს ქართული ხორბლის ენდემურ ჯიშებზე, მათი გადარჩენის, წარმოებაში დაბრუნების და კონსერვაციის მიზნით. კვლევითი ცენტრის დირექტორი ბატონი ლევან უჯმაჯურიძე არის დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარი, რომელსაც მივესალმები და პირველ რიგში გილოცავთ ბატონ ლევან ამ ძალიან დიდ აღიარებას და წარმატებას მთელი საქართველოსთვის, პირადად თქვენს ორგანიზაციას და რა თქმა უნდა ქართულ ხალხს. გადავიწყოთ ჩვენ ინტერვიუ, დადასტურდა რომ ჩვენ ვართ ესე იგი პურისა და ღვინის სამშობლო. უმთავრესი საწყისები სწორედ საქართველოდან მოდის და ეხლა ცოტა პრაქტიკული შეკითხვა მექნება იმ მხრივ, რომ აი ამ სიხარულის და ამ დიდი აღიარების ფონზე პრაქტიკულად და რეალურად რა იცვლება საქართველოსთვის, განსაკუთრებით მეწარმეების და მეურნეობის მხრივ, ვინც აი ხორბალზე მუშაობს. მათთვის რა შეიძლება ამ დღიდან? შუადღე მშვიდობის, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის. მე უპირველესად ვისარგებლებ ასევე შემთხვევით და მინდა მიულოცო ყველას ეს დიდი წარმატება და აღიარება. ეს არ არის ერთი უწყების, არამედ ეს არის ბევრი უწყების და უმთავრესად არ შეიძლება რომ აღინიშნოს, რომ ეს არის საქართველოს საპატრიარქოს და პირადად პატრიარქის დამსახურება იმდენად რამდენადაც პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით სწორედ საპატრიარქომ გადადგა. 2019 წელი იყო, როდესაც პატრიარქმა წერილი გაგზავნა იუნესკოში. 2019 წელი, მაგრამ 2019 წლამდე წინ უძღოდა თვითონ პატრიარქის ინიციატივა. ეს იყო 2006 წელი, როდესაც საპატრიარქოში შეიქმნა ქართული ხორბლისა და ასევე პურის დაცვის ცენტრი, აღორძინების ცენტრი. ამის შემდეგ უკვე 2007 წლიდან საპატრიარქომ დაიწყო ეპარქიებში ქართული ხორბლის ჯიშების, განსაკუთრებით წითელი ხორბლის მასიურად თესვა მოყვანა. შემდეგ ის ცნობილი პროექტები, რომელიც საქართველოში ხორციელდებოდა, ამავე პერიოდში უკვე 2014 წელს იქმნება სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომლის ძირითადი საქმიანობა სხვა მრავალ ფუნქციასთან ერთად მოგეხსენება 18 სამეცნიერო განყოფილებას ფარავს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, უპირველესად იყო ქართული ადგილობრივი მცენარეული და ცხოველური ჯიშების მოძიება, კონსერვაცია, დამაგრება და ფერმერულ მეურნეობებში გავრცელება. არ შეიძლება არ აღინიშნოს ასევე ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანას როლი ამ საქმეში, რომელმაც 1996 წლიდან დაიწყო ქართული ხორბლის გავრცელება ფერმერულ მეურნეობებში და დღესაც გრძელდება ეს. რაც შეეხება წელს, რომელიც თქვენ ახსენეთ, ჩვენ გვქონდა ვიზიტი პატრიარქთან და ეს ძალიან ხშირად ხდებოდა და ეხლაც სხვათა შორის ხდება და მან დაგლოცა, როდესაც სვალბარდში გავემგზავრა ქართული დელეგაცია და იქ განვათავსეთ ჩვენ ქართული მცენარეული სხვადასხვა ჯიშების თესლი და მათ შორის ქართული ხორბლის ჯიშები. ეს იყო 2019 წლის 5 სექტემბერი, როდესაც პატრიარქმა და ქალბატონმა ნანა ჭყუტიაშვილმა მოამზადეს წერილი, რომელიც გაიგზავნა იუნესკოში, ოღონდ არამატერიალური გადაუდებელი დაცვის საჭიროების ნუსხაში ქართული ხორბლის კულტურასთან დაკავშირებით. აი ამ წერილზე ერთ დავაზუსტებ, ახლა კადრშიც ჩანს ეს წერილი, დეტალურად არის ჩამოთვლილი 5-ვე ენდემური ჯიში, რომელიც არის საქართველოსთან. კოლხური ასლი, მახა, ჰექსაპლოიდური ზანდური, ჩელტა ზანდური და დიკა.
და აი ეს აღიარება ხუთივე ჯიშს ეკუთვნის თუ ეს ზოგადად იმას ეკუთვნის რომ საქართველოსდან მოდის ხორბალი? ეს ხუთი ენდემური ჯიში გამოყოფილია როგორც იმ 15 სახეობიდან 5 ადგილობრივი, რომელიც მხოლოდ საქართველოში მოდის, აქ იშვა, ველური ვაზი გამაცემდა, რა თქმა უნდა, ეს დადასტურებულია უკვე. ისევე როგორც ვაზის ორმაგი დომესტიკაცია ვისარგებლებს შემთხვევით და ესეც ახალი ამბავია და 2023 წელს გამოქვეყნდა ცნობილ სამეცნიერო ჟურნალში Science ეს სტატია, რომ ორმაგი დომესტიკაცია, ანუ ქართული ვაზის საღვინე ჯიშები იშვა, ასე ვთქვათ, საქართველოს წიაღში და ასევე სასუფრე ვაზის ჯიშები საქართველოსთან ერთად იშვა, ასევე აზიის ქვეყნებში. იგივეა ხორბალთან მიმართებაში, ხორბალი, რომელიც ჩვენმა წინათაობებმა ათასწლეულების განმავლობაში მოაშინაურეს ველური ფორმებიდან და ის ფორმები დღესაც არის შემორჩენილი საქართველოში ეგილოფსების სახით და ეს კიდე ცალკე პროექტია, რომელსაც მომავალ წელს დავიწყებთ. ის 5 ენდემური სახეობა არის ჩამონათვალი 14 სახეობიდან, რომელიც აღნიშნეთ და ეს 5 ენდემური სახეობა იმ სახეობებთან ერთად და იმ სახეობების ჯიშებთან ერთად, რომელიც ასე ვთქვათ, ფართოდ არის წარმოდგენილი ქართული ხორბლის სორტიმენტში, საბედნიეროდ ყველა აღდგენილი. ეს ეხება არა მარტო იმ 5 ენდემურ სახეობას, იქ მინიშნება იყო პატრიარქის მხრიდან, რომ ჩვენ ვართ სამშობლო, სადაც 15 სახეობა ჩვენი, აქედან არის 5 ენდემური და აი შემდეგ და ეს გამოყოფის ღირსი არის სწორედ ეს 5 ენდემური სახეობა, რომელზედაც ერთ-ერთი მათგანი ზანდური გახლავთ, რომელზედაც შეიძლება ითქვას დაფუძნებულია ზოგადად ყველა კულტურული ხორბლის ჯიში, რომელიც მსოფლიოში იშვა. ისევე როგორც ქართული ვაზის ყველა კულტურული ჯიშის დედა მშობელი 4 ქართული ვაზის, ასე ვთქვათ, წიაღიდან ისვა დედის ჰაპლოტიპის სახით, ესეც გენეტიკური კვლევების შედეგია. და რა მთავარია, არა მარტო მოძიებულია ჯიშები და დამაგრებულია გენეტიკურ ბანკში, არამედ ხდება ამ ჯიშების პირველადი მეთესლეობა, რომელსაც ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევის ცენტრი, ამას წინ უძღვის ის პროცესები, რომელიც დაკავშირებულია სერტიფიცირებასთან და ეს სერტიფიცირებასაც სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ახორციელებს. ეს არის უკვე მოცემულობა, რომ 2025 წლიდან ქვეყანა უნდა გადავიდეს სერტიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალის წარმოებას და უკვე 2020 წლიდან ხორბალი გახდა სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული. ეს ნიშნავს მიკვლევადი თესლი, ჯანსაღი თესლი, ხალისხიანი თესლი, რომელიც მიდის ფერმერებამდე და ძალიან სასიხარულოა, რომ უკვე მასიურად ითესება ქართული ხორბლის ჯიშები და სახეობები, როგორც მთაში, ასევე ბარში. აი ამ მასობრივ მოხმარებაზე მაქვს შეკითხვა, იმიტომ რომ თავად ამ წერილშიც პატრიარქი მწუხარებით გამოთქვამს იმას, რომ ქართული ხორბალი ესე მასიურად მისგან გამომწვარი პური ხალხისთვის არ არის ხელმისაწვდომი და წერილში წერია, რომ ჩანაცვლებულია ჰიბრიდული ჯიშებით, რომელსაც ასე ვთქვათ ბაზარზე მონოპოლია აქვს. დიახ, დაკავებული. და აი ძალიან რთულია ის, რომ ვართ ხორბლის სამშობლო, მაგრამ რეალურად პური ხელმისაწვდომი იმ ხორბლის არ გვაქვს. აი რა პროცესები უნდა განვითარდეს, მით უმეტეს ამ ხელაღიარების შემდეგ, რომ ეს იყოს ჩვეულებრივი ყოველდღიური პური ყველა სოციალური ფენის ადამიანისთვის, არ იყოს ვთქვათ გამორჩეულად ძვირი და რაღაცა ელიტური დაჯგუფებებისთვის აი პურის ხელმისაწვდომობა. უსაფრთხოება მისი შემადგენელი ნაწილია სწორედ ის სელექციური ჯიშები, ახალ სელექციური ჯიშები, რომლებიც ცნობისათვის ეროვნულ კატალოგშია შეტანილი ბევრი მათგანი, რომელსაც ჩვენ მუშაობთ და სწორედ ეროვნულ კატალოგში შეტანილი ჯიშების სათესლე მასალის წარმოება შეიძლება რომ ფერმერებმა დათესონ. ეს აუცილებლად იქნება, ასე ვთქვათ, სორტიმენტში, მაგრამ აქ უმნიშვნელოვანესია გაიზარდოს ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ჯიშების ხვედრითი წილი, მნიშვნელოვნად, რომელიც არის საფუძველი სწორედ იმ რეალობისა, რომ რეალობაზეც ახლა ვსაუბრობთ და ეს არის მომავალი. ჩვენი ქართველების, ჩვენი ახალგაზრდობა მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულები ფერმერებში და რამსთამარია იმ უნიკალური ნიშან-თვისებების გამო, რომელიც გააჩნია ქართულ ხორბალს და ჩვენ სწორედ გასულ წელს 12 ქართული ადგილობრივი ჯიშსა და სახეობის სრული ნუტრიციული კვლევა ჩავატარეთ. ეს დააფინანსა ბატონ ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა. ეს იყო ძალიან რთული კვლევა, რომელიც მოიცავდა 168 კომპონენტს. ამასთან მიმართებაში ჯიღაურაში ჩავატარეთ, ასე ვთქვათ, სამეცნიერო კონფერენცია, სადაც ქართველებთან ერთად მონაწილეობდნენ ყველა ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ჯანმრთელობის სფეროს ეხება და არა მარტო. ჯიღაურა, რომელიც თავის მხრივ ვაზის ჯიშების რომელიც არის ზოგადად სრულფასოვანი ბანკია, ასე ვთქვათ, ხო? ერთი ცოცხალი კოლექციების გენეტიკური ბანკი, მერე ჯიღაურაში უკვე გაიხსნა ვაისა და ღვინის მუზეუმი, ესეც წლევანდელი პროექტია და
კიდე მომავალ წელს უკვე დაანონსებული არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც, სწორედ ჩვენ გახლავართ მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების წევრი 2019 წლიდან. ჩვენ წარმოვადგენთ ასე ვთქვათ ქვეყანას FAO-ში და იქ გაჟღერდა რომ საქართველოში ეს არის ისტორიული პროცესი, რომლის ინიციატორი გახლავთ გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი დავით სოღულაშვილი სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ერთად იწყებს პროექტს ერთიანი ეროვნული გენეტიკური ბანკის შექმნა ჯიღაურაში. პროექტზე გამოცხადებულია, ასე ვთქვათ, არქიტექტურულ ნაწილზე, აქ ჩართული არის როგორც ჩვენი კოლეგები საქართველოდან, ასევე უცხოელი კოლეგები და სწორედ აქ მოხდება იმ ღირსშესანიშნაობების თესლის სახით მცენარეული მასალის ასევე სხვადასხვა მეთოდოლოგიით როგორც საშუალო ასევე გრძელვადიანი კონსერვაცია, რომელიც იქნება საფუძველი იმისა, რომ ეს უნიკალური მონოპოლარი, რომელიც დეკემბრის თვეში ახლა რამოდენიმე დღის წინ სოფლიო აღიარა, აქ ძალიან ასე ვთქვათ გონივრულად იყო წარდგენილი ეს ნომინაცია ქართული ხორბლის კულტურა, რომელშიც მოიაზრება რაზედაც ჩვენ საუბრობთ, ჯიშები და სახეობები და მასთან დაკავშირებული ტრადიციები, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი, დაწყებული პირველი ხრულის გავლებით და დამთავრებული მოყვანა და შემდეგ კიდე რიტუალები, შენახვის წესები და ასე შემდეგ. სარიტუალო პურისცხვობა და ასე შემდეგ. ყველაფერი არსობისა, პურთან არის დაკავშირებული სიცოცხლე, პურთან არის დაკავშირებული ნაყოფიერება, პურთან არის დაკავშირებული. ყველაზე მთავარი სიტყვაც პურის უფალი, ანუ ხემძღვანელი და რა თამადა ასე ვთქვათ შემოსულია ჩვენს ტერმინოლოგიაში. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ღვინის მხრიდან იქნება შემოსული ხორბლის მხრიდან ორივე შემთხვევაში საქართველოს სამშობლოა საქართველოს. პრაქტიკულ ნაწილზე რომ გადავიდეთ, კიდევ ერთხელ მიუბრუნდები ამ შეკითხვას. ანუ აი ეს ნაბიჯები მიგვიყვანს იქამდე, რომ ხორბალზე მეტმა მეურნე მიმუშაოს და ხორბალი გახდეს უფრო ჩვენ არ გამოგჩეს რომ ამის შემდეგ უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, ჯერ პირველ რიგში 2019 წელს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მაშინდელი მინისტრის ხელმძღვანელობით. ეს იყო უწყებათა შორის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უნდა ასე ვთქვათ, ემუშავა იმ პროექტზე, რომელიც პროექტის ფინალური ნაწილიც ახლა დაგვირგვინდა უკვე ამ დღეების განმავლობაში და ამის შემდეგ უკვე პარლამენტის აგრარული კომიტეტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შესახებ, რომელმაც გასწია უდიდესი როლი ამ სამუშაო ჯგუფში შედიოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ასევე პარლამენტი, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბოტანიკური ბაღი, აერთიანება ქართული ხორბალი, ასოციაცია ელკანა, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, ვინმე არ გამოჩეს, საპატრიარქოს წარმომადგენლები და ძალიან დიდიანია ეს მეცნიერები, პრაქტიკოსებიც, მომზადდა ძალიან ასე ვთქვათ, ტევადი და შინარსიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახებდა ყველა იმ რეალობას, რომელზედაც ახლა ვსაუბრობთ და ყველა ის სათანადო დოკუმენტაცია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, კულტურის სამინისტროსთან, ასე ვთქვათ, ნომინაციის სახით წარადგინა და მივიღეთ ის რეალობა, რა რეალობაში დღეს ახლა ძალიან ცხოვრობ და მე მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით, ვინმე არ მინდა გამომჩეს და ამასთანავე მინდა მოვიგონო ყველა ის ადამიანი, ვინც მოიტანა დღევანდელ დღემდე ქართული ხორბალი. ეს არის დეკაპრილევიჩი, ეს არის კეცხოველი, ჯავახიშვილი, მენაბდე, გორგიძე, რა ვიცი ვინმე არ გამომჩეს, პეტრე ნასხიდაშვილი, რომელიც იყო გადადებული ქართულ ხორბლის დაცვასთან დაკავშირებით, ახლანდელი ჩვენი სელექციონერი ბატონი ცოტრე საბადაშვილი და მისი გუნდი, ასევე ინეზა მაისაია და რა ვიცი ბევრი და ძალიან ბევრი წელია გასული, მაგრამ შედეგი დადგა. ძალიან დიდი მადლობა და საკეთებელიც კიდევ ბევრია. მე დავანონსე პროექტი, რომელსაც ვიტყობთ 2026 წელს, აი ამ პროექტმა უნდა თქვას ის, რაც თქვა ვაზის შემთხვევაში საქართველოს. საქართველოს არის უკვე პურის ხორბლის წარმოშობის კერა და იმედია რომ ეს ყველაფერი მეცნიერული გზით მულტიდისციპლინარული კვლევები დადასტურდება. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან, ძალიან საინტერესო იყო თქვენი შეფასებები და საერთო ჯამში გავიგეთ რომ აი კომპლექსურ მუშაობას და საერთო საქვეყნო მუშაობას როგორი შედეგი შეუძლია მოიტანოს და ეს შედეგი იუნესკომ ოფიციალურად დაადასტურა. ასე ნამდვილად უწყობისა არის საფუძველი იმისა, რაც ჩვენ ნამდვილად ასეა. ლევან უჯმაჯურიძე გახდათ ჩვენი სტუდიის სტუმარი, რომელიც გახლავთ ზუსტად წავიკითხავ ახლა კვლევითი ცენტრის დირექტორი და ერთ-ერთი ხელშეწყობის მეურნეობის სამინისტრო და კვლევითი ცენტრის დირექტორი და ერთ-ერთი მთავარი ხელშეწყობი ამ პროცესისა. გულოცავ მართლაც ყველას ჩვენს მაყურებელს მთელ საქართველოს ამ დიდ აღიარებას იუნესკოსგან. ჩვენი გადაცემა დღეს დასრულებულია. შევხვდებით რა თქმა უნდა ხვალ პირველის ნახევარზე იმედის დღის სტუდიაში. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.